Georgia is being transformed. ახლა საქართველოს ტრანსფორმაცია მიმდინარეობს, არა ტანკებით, არავით რეპრესიული კანონებით, არა ერთღამეში, არამედ ნაბიჯ-ნაბიჯ. ჩვენ ვუყურებთ, როგორ ნადგურდება დემოკრატია ჩვენ თვალწინ. საქართველოში მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობენ, მათ აკავებენ. ოპოზიციური პარტიები აკრძალვისა და დაშლის საფრთხის წინაშე დგანან. ასობით 1000 ევროს ჯარიმა ეკისრებათ მოქალაქეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, არა დანაშაულის, არამედ პროტესტისთვის. ახალი, დამატებითი უცხოელი აგენტის კანონი მიღებულია. ეს არის ზუსტი ასლი კანონისა, რომელიც რუსეთში მიიღეს, რომელმაც გაანადგურა სამოქალაქო საზოგადოება და მედია და ყოველ დღე საქართველოში ახალი რეპრესიული კანონი შემოდის. სამშობლოს ღალატი ახლა ქვეყნის კანონმდებლობას დაემატა. ჩვენ 1937 წელს ვუახლოვდებით. ჩვენი ინსტიტუციები აღარ გვიცავენ. სასამართლო მმართველი პარტიის რეპრესიული ინსტრუმენტი გახდა. ბოლო თვეების განმავლობაში არც ერთი ისეთი გადაწყვეტილება არ მიღებულა, რომელიც ეწინააღმდეგება პროკურატურის გადაჭარბებულ მოთხოვნებს. არც ერთი. ჩვენ ვცხოვრობთ ერთპარტიული სისტემის დაბადების პერიოდში და ამ ყველაფრის მიღმა ერთი კაცია, ხელშეუხებელი და პასუხისმგებელი. რუსული სტილის ავტოკრატიის ჩრდილი ეცემა ერთდროს იმედიან ევროპულ დემოკრატიას. ამ ყველაფრის უკან კი რუსეთი საჩრდილია.